ლიონელ მესი. ყველამ ვიცით რა მაგარი ფეხბურთელია. მესი! მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ მას იმდენი ნიჭი აქვს, რომ ვარჯიში საერთოდ არ ჭირდება. ხო და დღეს მასავით ვიცხოვრებ და გავიგებ რეალურად რამდენად რთულად ვარჯიშობს. მაგრამ იქამდე ჩემს უნარებს დავტესტავ. შევეცდები ჩემს მეგობარს მოვატყუო და გოლი გავიტანო. ახლა არ გამომივიდა გიორგის მეტყუება, მაგრამ მე მესისავით ვიცხოვრებ და მოდი ვნახოთ მაგის შემდეგ თუ შევძლებ გიორგის მოტყუებას და გოლის გატანას. ამ ყველაფრისთვის мотивაციას კი, რა თქმა უნდა, პარემის შოკოლადი მოგცემს. მესის დილა ბევრად უფრო მარტივად იწყება ვიდრე ბატონი რონალდოსი, არანაირი კარდიო, არანაირი ცივი შხაპი, უბრალოდ წყალი, რომელშიც განსაკუთრებული რაღაც არის ჩაწურული. ლიმონიანი წყალი სიმართლე რო გითხრათ ძალიან მომეწონა და შვენიერი ხასიათიც დამაყენა. ყვე მზად ვარ იმისთვის, რომ შემდეგი პუნქტებიც დიდი ენერგიით შევასრულო. რატომაც არა? და შემდეგი ნაბიჯი არის სუბუქი გაწელვები. რაც სიმართლე რო გითხრათ ბევრად უფრო კარგია ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივია ვიდრე რონალდოსავით ველოსიპედის ტრიალი. მერაბის ვიდეოში მე ჩემს თითებს ვერ მიუწვდი და ნეტავი რაიმე წინსვლა თუ მაქვს და ჩემს თითის წვერებს ამჯერად მაინც თუ მიუწვდები. გაწელვებში არც ისე ნიჭიერი აღმოჩნდი, ამიტომ ცოტა უფრო მარტივი რაღაცები გავაკეთე. მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, საკმაოდ სასიამოვნო იყო და კარგად გამომაფხიზლა კიდევაც. ამიტომ მოდი უკვე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. საჭმელს ერთი პრობლემა აქვს. აი გაჩვენებთ და თქვენ თვითონვე მიხვდებით. ჰერკულესი, მწვანე ჩაი, თაფლი და ეს რაღაც პური შემცვლელი. შეიძლება ერთი შეხედვით არც ისე ცუდი ჩანს, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთს შაქარი არ აქვს და თაფლზე საერთოდ აი ეს მემართება, მიხვდებოდით რაც? არც რონალდოს საჭმელს ვიწუნებდი, მაგრამ მივხვდი რომ მაგაზე უარესებით შეიძლება თურმე არსებობდეს. აქედან გამომდინარე ეს საჭმელი ჩემთვის დღის ბედნიერად გაგრძელებას საერთოდაც არ ნიშნავდა. ხო და მთელი დღე მშიერი რო არ დავრჩენილიყავი, გამოსავლის ზებნა დავიწყე. ქალბატონებო და ბატონებო, შეიძლება ტვინი არ მაქვს, მაგრამ მაქვს იდეა. მე თუ ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა შაქარი აქვს და ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შაქარი აქვს. ერთმანეთში რო გადავურიო, ხო არ დააბალანსებს თქო. აქ ორი ვარიანტია, ან ძალიან გემრიელად მივირთმევ და შემდეგი დავალებებისთვის, რომლებიც დიდი ალბათობით საკმაოდ რთულია, ენერგია მექნება, ან თელ საჭმელს გავაფუჭებ და მშიერი დავრჩები. არ არის ძალიან ცუდი. კი შეიძლება ისეთი ცუდი აღარ იყო როგორც აქამდე, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავითვალისწინე, რომ თაფლზე მაქვს ალერგია, რომელიც ეგრევე არაფერს არ შვრება. დროთა განმავლობაში გულის რევის შეგრძნებებს მიტოვებს, ხო და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ სადმე არ მოვკვდები. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჯითუჯის ვლოგის სიცილიიდან. ჯითუჯი წამიყვანე მე სადმე მეწმინდა. შემდეგს, რასაც მე სიაკეთებს, არის ვარჯიში, მის ტექნიკაზე. ხო და ვიფიქრე, რომ ამ შანსს გამოვიყენებდი იმისთვის, რომ ჩემი უნარებიც განმევითარებინა. იმისთვის, რომ გიორგი მომეტყუებინა. ხო და სამ რაღაცაში ვარ დასახვეწი. ეს არის სიჩქარე, ეს არის კარში დარტყმა, იმიტომ რომ გოლიც უნდა გავიტანო ბოლოს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაიმე ფინტი უნდა ვისწავლო, რაც დიდი ალბათობით ძალიან რთული იქნება. პირველი, რაშიც აუცილებლად უნდა დავიხვეწო, ეს არის ჩქარას ირბილი. ხო და ინტერნეტში ვნახე ერთი ძალიან მაგარი ტექნიკა, რომელიც სასწავლის როგორ უნდა ვირბინოთ ჩქარა. ჯერ მოდი ვნახავთ ჩვეულებრივად როგორ დავრბივარ და მერე ვნახოთ ეს ვიდეო რამეში დამეხმარება თუ არა საერთოდ. მთელი ამბავი რა არის ახლა ამ ტექნიკის. რაც მე გავიგე და იმედია რომ სწორად გავიგე, ტერფის წინ გადადგმის მაგივრად მენჯი უნდა ავწიოთ მაღლა. რატომღაც ძალიან სასაცილოა ასე სირბილი. მოიცა. ნამდვილად არ ვიცი ხა მე უფრო სწრაფად გავირბინე თუ არა, მაგრამ მე ვიგრძენი რომ საკმაოდ სწრაფად დავრბოდი. არ ვიცი მე რა ვიგრძენი და რა არა, მაგრამ საფხში რომ მოვედი, ვიდეო ჩავრთე და აი ეს. შემდეგი გვაქვს კარში დარტყმის სწავლა, იმიტომ რომ ბოლოს გოლიც უნდა გავიტანო როგორც გახსოვთ. ამის მოძებნა ინტერნეტში არ დამჭირდა, იმიტომ რომ გიორგიმ თვითონვე მასწავლა წინა ვიდეოში როგორ უნდა დამერტყა კარგად. საყრდენი ფეხი რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ბურთი. ესე არ ურტყავ, აი ესე ურტყავ. და მის ნასწავლს მის წინააღმდეგვე გამოვიყენებ.
ზუსტად იმას გამომეორებ, რაც გიორგიმ მასწავლა. თავიდან გიორგის მასწავლი ტექნიკით არაფერი გამომივიდა, მაგრამ შემდეგ ჩემებული ტექნიკაც მივამატე და რაღაც შეიცვალა. მესი როგორ აღნიშნავს გოლებს, არ ვიცი. და აი მოვიდა იმ დაწყევლილი ამბავის დროც, როცა მე უნდა ვისწავლო ფინტი, რომელიც TikTok-ზე ვნახე და საკმაოდ მარტივად მომეჩვენა. ხორებაში არც ერთი ფინტი არ გამიკეთებია. ნახოთ რეალურად მარტივია თუ არა. გვერდზე არ წაიღო, წინ წაიღეო. არც ისე რთულია. თავიდან როცა ნელა ვაკეთებდი, რავი, ბრძავშვენად გამომდიოდა ჩემი ჭკუით. აი რაღაცას გავდა ეს. მაგრამ როცა უკვე სწრაფად გაკეთება ვცადე, აღმოვაჩინე რომ არაფერიც არ გამომდიოდა. აი ფეხი. ხო, ესე იგი დიდად ნიჭიერი არ აღმოჩნდი. მესი თავის თამაშებს განიხილავს ხოლმე და ანალიზებს აკეთებს, რომ მე უფრო და უფრო დაიხვეწოს, ხო და მეც სწავლ სახლში, ხო და შევხედავ ჩემს ვიდეოს. ესე იგი მოვედი სახლში იმისთვის, რომ გადავხედო ჩემს თამაშს. შევაფასო და იქნებ მივხვდე, რას ვაკეთებდი არასწორად. ამისთვის მოვიყვანე ექსპერტ მრჩეველი. რამდენად ერკვევით ფეხბურთში? მარტო რონალდო და მესი ვიცი. მბაპეც. მცითი მადლობა. და მითხარი შენი აზრით რა მაქვს გამოსასწორებელი რომ გამომივიდეს? ვინმე მართლა ექსპერტი მე თუ მიგიყვანე, მე რა ვიცი შვილო რა უნდა გამოასწრო. ვაჩვენე ჩემს დას რის გაკეთებას ვცდილობდი და ისიც ვაჩვენე მე როგორ ვაკეთებდი. ახლა მისი ვერდიქტის მოსმენის დრო არის. ანუ იმან ესე ხო გააგორა და მე აქეთ შეაგდო და შენ პირდაპირ გააგდე ბურთი. ნახე წინ გააგდან, ფეხი უნდა მოგეღუნა და ისევ აქეთ გამოგეგდო. ნახე ტერფები გაქვს ცოტა სავარჯიშო. მოკენილი ტერფები უნდა გქონდეს. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით თუ შეიძლება კარი იქით არის. მართლა ეგრეა, ტერფი იცი როგორ გაქვს, ანუ ესე ვერ ამოძრავე. ესე ხო იყო რომ ესე და ესე ხო უნდა ქნა. და შენ ის ანუ რაღაცა დაკეთა, ტერფი არ გიმოძრავებს. ძალიან მშია მე ახლა სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. თითქოს არ იღლები, მაგრამ მე რეალურად ძალიან იღლები. პირველი ჭამისგან განსხვავებით ეს საჭმელი უბრალოდ უკეთესია სიმართლე რო გითხრათ. კი დავიწყე ჭამა, უბრალოდ ძალიან მშიერი აღმოუჩნდი. მე ისე მშია უნდა დავიმატო. ბევრი მომივიდა. დიდი მედი მაქვს რომ ეს ჩემი ჭამა მოქნილობას არ შემიმცირებს. ჯერ რა მაქვს და ამიტომ ესეთი რაღაც ვიფიქრე რომ ჯერ დარბაზში წავალ და შემდეგ შევეცდები ფინტის თავიდან სწავლას. ესე იგი მესი რონალდოსგან განსხვავებით უფრო მოქნილობაზე და სისტრებეზე აკეთებს აქცენტს ვარჯიშისას. და მინდა გითხრათ რომ ყველაზე უცნაური ვარჯიშებია რაც ჩემს ცხოვრებაში მინახავს. კი დავიწყე მესისავით ვარჯიში, მაგრამ ჩემი ყურადღება ძველმა მტერმა მიიქცია. რომელმაც უკვე ორჯერ დამამარცხა. ვერც ერთხელ შევძელი 100 კილოს აწევა, მაგრამ ამჯერად გეგმა მაქვს. წინა ვიდეოში ჯერ გახურება მირჩიეს. ამიტომ ასე დავიწყე. ამჯერად 100 კილოს კი არა, 90-ს ავწევ. რომ ვივარჯიშო და იქნებ შემდეგში 100 კილოს აწევაც შევძლო. მაგრამ ისიც არ ვიცი 90-ის აწევას თუ შევძლებ. ამიტომ დამხმარე, მაინც მჭირდებოდა. ჩემს ახალ მეგობართან ერთად, რომელსაც ქვია გიორგი. თქვენთან აქვს ერთი შეკითხვა, სანამ ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენი აზრით, კრისტიანო რონალდო ვარჯიშის რუტინა უფრო რთულია თუ ლიონელ მესის? კრისტიანოს. ერთი. რაკი მიახმარება. არა მესამეს ვეღარ ავწევ. 90 კილო დავამარცხე. ამიტომ ბედნიერმა დავასრულე მესის დანარჩენი ვარჯიშების კეთებაც. ოი მე რო კოიო. ოი. ესე იგი ჩვენი განხილვა წარუმატებლად განხორციელდა, ამიტომ მოვიყვანე დამხმარე, რომელიც შეესწება რომ მასწავლოს ფინტები. პროფესიონალი ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ. ფათაშორის მიზანი არის რომ ბატონ გიორგის მოვატყუო და გოლი გავიტანო, ხდები? რა უნდა მაგას, ბიჭო? ვერ დადის ტიპი. იქამდე ჩემი ფეხბურთის აი ეს გარე თამაშის სკილები რო შეგვიფასოთ რა. აი 10-დან რამდენი ბალით შეაფასებდით? სიტყვით შევაფასებ, ბალი არ გვინდა, კატასტროფა.
მაგრამ რაღაც პრობლემა ყოფილა ამასთან დაკავშირებით, რომელსაც აი თვითონ მასწავლებელი გვეტყვის. კარგი, მე გახლავთ, მე კარე, როგორც წესი, კარის ხაზზე კარგად ვთამაშობ, მაგრამ გარეთ ცოტა ის არის, მიჭირს და ნახოთ, რონალდინიო გაუჩო. ხო, ეგ კარგად კი ვერ გავთვალე, რომ ბატონი შალვა მეკარე იყო და შეიძლება და ფინტები არ სწოდნოდა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა თავისი შედეგებიც გამოიღო. ელასტიკო, შეხედე? ოღონდ ბურთი აქ თუნდა წამოვა. მიდიხარ, ნახე. აქ ხო იმაშვები. ბურთი გააჩერე და ნახე. გადმოიტან და მიგიღებ, всё. მაგას ვაკეთებ მე. ანუ არ ოპა! მიდგავარ. და ვერ ვაკეთებ ამ. მოდი მარტივით დავიწყოთ. და ბურთს იღებ ესე, ნახე. აქეთ მოდიხარ და მე ახეთ მოვიდო ბურთი. ხტები? ამიდიება. უჩერა მაგარი მასწავლებელი ხარ. ბატონი შალვა კარგი მასწავლებელი, საერთოდაც არ გამოდგა. უბრალოდ რაღაცას აკეთებდა და მეუბნებოდა აბა ეხა გაიმეორეო. ნუ შეიძლება თვითონ რაღაცები გამოსდიოდა, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მივხვდებოდით რომ მასწავლებლად არ გამოდგებოდა. ამიტომ სხვა ვიღაცის დახმარების გამოყენება გადავწყვიტე. თქვენი სახელი როგორ გითხრათ? საბა. ესე იგი საბა, თქვენ ამბობთ რომ შეგიძლიათ მასწავლოთ ფინტი, რომელთაც ცოლს მოვატყობ და გოლს გავიტან. დიახ. აბა გვაჩვენი. გადაიტან. ოპა, ვაიმე. ყველა ის ინფორმაცია, რაც მასწავლეს გავაერთიანე, ნუ ერთი საკითხია როგორ გამომდიოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ პირდაპირ საქმეში დამეტესტა. თავიდან ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. მაგრამ ნელ-ნელა რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა. თან ისე დგება ეს თამბალი. ოპა! რაღაცა ოდროვი წისვა ხო იყო. ოპა! ნახე ხა. არა კვირდება ხო ფეხებს ეს ვაგა. რა არის აუცილებელი ესე იგი რომ ადამიანს გავცეთეთ. უნდა იყოს მინიმუმ 10 წელი პატარა. შემდეგს რასაც მესი აკეთებს არის ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ცოლი არ ამყავს, ამიტომ ჩემი და წამოვიყვანე იმისთვის რომ დავჭირდი. უკვე თქვენი სახელი რო გითხრათ რა. მე მქვია ანანო, TikTok-ზე მაქვს გვერდის და არა, კაი. თქვენი აზრით, ჩემო ქალბატონო, რონალდო უფრო რთულად ვარჯიშობს და უფრო რთულია მისი რუტინა თუ მესის? ჩემი აზრით, რონალდო უფრო ისე რა, ანუ ძლიერად ვარჯიშობს, ვიდრე მესი. ფეხბურთს შევნად ერკვევით. ვერ ყვევი.ელი ამბავი ის არის, რომ უნდა გავსინჯოთ მესის საყვარელი საჭმელი, რომელიც არის მილანესა ნაპოლიტანა. როგორ? მილანეზა ნაპოლიტანა. და მილანეზა ნაპოლიტანესგან რას ელოდებით ესეც რო გითხრათ? გონია რომ იქნება წითელი. ეხლა მოდი ერთად ვთქვათ, ზვიგო მაფიაში. მეც მინდა. შენც გინდა მაფიაში? ხო. G2G-მდე ამბავი ვერ მიდის, ესე უბრალოდ ჩემ კომენტარებში რაღაც ისევს. ამიტომ რო გადავიდეთ G2G-სან და იქ დაუწეროთ, რომ თქო ზვიგო წაიყვანე მაფიაში, შეიძლება უფრო ყურადღება თვალში მოუხდე და მიმიყვანოს. შენ რომ დაითამაშო ერთი. მე რა ნავითამაშო, არ ვიცი მაფიის თამაში. ხო, ანუ მაგიტო. მოგვიტანეს მილანეზა ნაპოლიტანა. ცოტა უცნაური რაღაც იყო. ზევიდან პიცა იყო და ქვევიდან კიდე ხორცი ჰქონდა. დავაგემოვნეთ და ესეთია ჩვენი შეფასებები. მე დავწერდი 7. ხო, რადგან მესისია, მაგიტო უწერ 7, თორე ისე 5. აქ როგორი გაკეთებულიც იყო დიდებათობით არის ისეთი გაკეთებული არგენტინაში ხინკალდი რო გააკეთონ. კარგად რო გაკეთდეს იქნება 8, მაგრამ ახლა არის 5. აქ რაც გავსინჯეთ საქართველოში დიდი ბოდიში. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, ხვალ შევძლებთ თუ არა გიორგის მოტყუებას და გოლის გატანას. და თქვენ როგორ ფიქრობთ, შევძლებთ თუ არა? ვერა. ეჭვი გეპარება ჩემში. ანუ შენი ფეხბურთის ქილებში მეპარება ეჭვი. ესე იგი გადავხედე ყველა ჩემს ნამოქმედარს, გავაანალიზე რაში მაქვს ნიჭი და რაში არა და ხვალისთვის დავისახე გეგმა, რომელიც ასე გამოიყურება. თუ გახსოვთ მე რომ ბავშვს გოლი გაუტანე, რა გავაკეთე? მივდივართ აქედან. არა მოიცო. მივდივართ აქედან. ვითომ აქეთ ურტყავთ და რეალურად აქეთ მოვდივართ და მე აქედანაც ვითომ იქით მივდივართ, აქეთ მოვდივართ და ურტყავთ. ეს არის გეგმა ხვალისთვის. ნახოთ თუ იმუშავებს. მე მაქვს საიდუმლო ტექნიკა, რომელიც გუშინ ვარჯიშის შემდეგ გამოვიმუშავე და გეგმა დავსახე, როგორ უნდა მოგატყუო და როგორ უნდა გავიტანო გოლი. იარაღით? შენ მხოლოდ იარაღს ხედავ იმის საშუალებად, რომ მე შენ მოგატყუო, მეტი საშუალება არ არსებობს. არანაირად. მაგრამ სანამ გიორგის ერთი ერთზე შევეჯიბრები და გავიგებ შეუძლებ თუ არა მის მოტყუებას, იქამდე ვნახოთ რა გავიგეთ მესიზე. ცარიელი ნიჭია და რონალდოსგან განსხვავებით შრომა საერთოდ არ უწევს. ჩემი აზრით არა. მას ზუსტად იცის რა არის მისი ძლიერი მხარეები. ამიტომ ამის მიხედვით ვარჯიშობს. ისე თქვენ რას ფიქრობთ?
She had not been 2 weeks from shore when down on her